17-24 ნოემბერს ევროპაში HIV ინფექციისა და ჰეპატიტებზე ტესტირების კვირეული აღინიშნება. ევროპული ტესტირების კვირეულს ტრადიციულად საქართველოც უერთდება. ჩვენი ჟურნალისტი ნინო გელაშვილი ახლა რუსთაველის გამზირზე იმყოფება და გვეტყვის თუ რა ხდება ადგილზე. დილამშვიდობისა ნინო. ნინო დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. 17-დან 24 ნოემბრის ჩათვლით ევროპაში HIV ინფექციისა და ჰეპატიტების ტესტირების კვირეული აღინიშნება. ეს კამპანია 2013 წელს წამოიწყეს და მასში დღემდე 700-მდე ორგანიზაცია და ინსტიტუტი ჩაერთო. ტრადიციულად საქართველო ამ კვირეულის აღნიშვნას უერთდება და როგორც ხედავთ მე ახლა რუსთაველის გამზირზე ვიმყოფები, სადაც მობილური ამბულატორია არის განთავსებული. არსებობს ასეთი ორგანიზაცია ზიანის შემცირების ქსელი, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით სხვადასხვა აქტივობით ეხმაურება ამ კვირეულს. ჩემთან ერთად ახლა სწორედ ამ ორგანიზაციის წარმომადგენელი ბატონი ლაშა აბესაძე იმყოფება და ის მოგვიყვება ამ კამპანიის შესახებ უფრო მეც. მოგესალმებით ბატონო ლაშა. უპირველესად რომ გითხრათ ამ კვირეულის მნიშვნელობის შესახებ. მისი სლოგანი ტრადიციულად არის ტესტირება, მკურნალობა და პრევენცია, ხომ წელსაც? დიახ, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ როდესაც ინფექციურ დაავადებებზე ვსაუბრობთ, არის პირველი ეტაპი არის ტესტირება, სკრინინგი, სწრაფი ტესტით საშუალებით. ეს არის უმარტივესი პროცედურა, რომელიც დაახლოებით 15 წუთში უკვე ვიცით შედეგი და არის უფასო. ჩვენს ქვეყანაში 2015 წლიდან მიმდინარეობს ჰეპატიტის ელიმინაცია, HIV ინფექციაშიც ასევე და ეხლა უკვე ბოლო ერთი წელიწადია, რაც B ჰეპატიტის მკურნალობის ეროვნული პროგრამაც არის. ყველასთვის ხელმისაწვდომია პირველადი ჯანდაცვის ობიექტებზე და ყველა სამედიცინო დაწესებულებაში, მაგრამ კვირეული არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ საზოგადოების ცნობიერება ამაღლდეს, ინფექციურ დაავადებებზე უფრო მეტი ადამიანები დაინტერესდნენ თავისი სტატუსის შესახებ. ნახეთ, ესე იგი პირველი კეთდება ტესტირება, ვიგებთ დიაგნოზს და ინფიცირების შემთხვევაში მკურნალობთ. ამ დაავადებებიდან C ჰეპატიტი განკურნებადი დაავადებაა. დაახლოებით 90,000-ზე მეტმა ადამიანმა იმკურნალა ბოლო 10 წლის განმავლობაში ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში 99%-იანი გამოჯანმრთელების შედეგი გვაქვს. შესაბამისად, ყველას მოუწოდებ, რომ ინფექციებზე ტესტირება გაიკეთონ. HIV ინფექცია და B ჰეპატიტი სამწუხაროდ არ არიან განკურნებადი დაავადებები, მაგრამ მედიკამენტების საშუალებით ძალიან მაღალ დონეზე იმართება თვითონ დაავადება და ადამიანების სიცოცხლის საფრთხე აღარ ემუქრება და მათი ცხოვრების ხარისხიც არის მაღალი. როგორია ხოლმე საზოგადოების მხრიდან ჩართულობა, რამდენად აქვთ ხოლმე ჩართვის სურვილი და ტესტირების? იცით, სხვადასხვანაირად არის, რა თქმა უნდა, ჩვენი ხა არა მხოლოდ თბილისში, ჩვენი ორგანიზაცია, ჩვენი სერვის ცენტრი, სხვადასხვა სერვის ცენტრები მთელი ქვეყნის მასშტაბით, თითქმის ყველა დიდ ქალაქში აკეთებენ ტესტირებას. რომ გითხრათ, თავიდან C ჰეპატიტის ელიმინაცია რომ დაიწყო, მომართვიანობა უფრო მეტი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ეს ტესტირება არ არის მხოლოდ C ჰეპატიტზე, აქ ძირითადი პრევენცია მაინც HIV ინფექციის ხდება, უბრალოდ ჩვენს ქვეყანაში არსებული კარგი სიტუაციის გამო, რომ გვაქვს ელიმინაციის პროგრამა და ასევე B ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა, ამიტომ თავაზობთ დამატებით C და B ჰეპატიტის ტესტირებასაც, მაგრამ ყოველი კვირეულის ფარგლებში ეს ტარდება ხოლმე მაისში და შემოდგომაზე ნოემბერში. ყოველი კვირეულის ფარგლებში გვაქვს ახალი გამოვლენები და გავდივართ ახალ ჯგუფებზე. შესაბამისად, ეს არის უმნიშვნელოვანესი. ყველას მოუწოდებ, რომ სადაც დაინახავენ აი თეთრი ფერის მიკროავტობუსებს, იქ არის გარკვეული მანიშნებელი ბანერების სახით, მივიდნენ და ჩაიტარონ ტესტირება. გაიგონ თავის სტატუსის შესახებ და დაავადების შემთხვევაში იმკურნალონ. კიდევ ერთხელ რომ აღვნიშნოთ, ეს ტესტირება არის უფასო, ხო? არის უფასო, არის ძალიან მარტივი, უმტკივნეულო და დროში დაახლოებით მაქსიმუმ 15 წუთში არის პასუხი შედეგი. საინტერესო რეგიონებშიც თუ გადაინაცვლებთ და მსგავსი მობილური ამბულატორიები თუ განთავსდება ქალაქგარეთაც. ჩვენი მობილური ამბულატორია ხვალ იქნება ქალაქ რუსთავში, მერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე სხვა ქალაქებში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ოზურგეთში, თელავში და გორშიც არის სხვა ორგანიზაციების მობილური ამბულატორიები, რომლებიც იგივე სერვისს შესთავაზებენ მოსახლეობას. და პოზიტიურად რომ დავესრულოთ, ალბათ დამეთანხმებით, რომ დიაგნოსტირებიდან გამოჯანმრთელებამდე არც ისე დიდია ნაბიჯი, ხომ და ძალიან მნიშვნელოვანია
თავდაპირველი ტესტირება და პრევენცია. ყველაზე მნიშვნელოვანი არის სკრინინგის ჩატარება, ეს აღნიშნავს, რომ ჩვენ ვარ ავად, ეს უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ გავიგოთ ჩვენი სტატუსის შესახებ. ძალიან მცირეა იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც აქვს ინფექცია, მაგრამ ვისაც აქვს აუცილებელია, რომ იცოდნენ დიაგნოზის შესახებ, რომ იმკურნალონ, იმიტომ რომ ჩვენთან ხელმისაწვდომია სამივე დაავადებაზე, როგორც სკრინინგი, ასევე მომდევნო ყველა манипуляცია, ეს იქნება კვლევები თუ მედიკამენტები არის უფასო. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ეს შანსი და დაავადების შემთხვევაში ვიმკურნალოთ. მაგრამ პირველ რიგში უნდა გავაკეთოთ ტესტირება, სკრინინგი. ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. ჩვენს მაყურებელს რა თქმა უნდა ჯანმრთელობას ვუსურვებთ და მე გეტყვით რომ 27 ნოემბრის ჩათვლით შეგეძლებათ თქვენ უფასო ტესტირება HIV ინფექციისა და ჰეპატიტების. ამავდროულად გეტყვით რომ ამ კამპანიის მიზანი არის ნაადრევი დიაგნოსტირება და ამ საკითხის გარშემო საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება.